რელიზი მომზადებულია კინოსტუდიოს მიერ. საფრანგეთი 2025 წლის მიძურული. ულამაზესი ქალაქი სტრასბურგი, რაინის მდინარის მარცხენა ნაპირზე. ეს არის ელზასის მთავარი ქალაქი და ისტორიული ცენტრი. ზუსტად აი აქ დავდგინე ფეხი და ეს არის იმ ვიდეოების სერიის გაგრძელება, რომელიც თქვენ გულში ესე ჩაგჭირთ. სტრასბურგის ვლოგი არ იქნება იმაზე, თუ მე კარგი გიდი ვარ თუ არა. არც იმაზე, თუ რამდენი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეგიძლიათ სტრასბურგში, როდესაც ჩამოხვიდეთ. მცირეოდენ ინფორმაციას მოგაგდეთ და განახებთ უბრალოდ YouTube-ურ ვიდეოს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ YouTube-ზე YouTube-ურ ვიდეოებს და არ დავამსგავსებთ YouTube-ს ტელევიზიას. ესეთი ამინდია სტრასბურგში. ცოტა მოთოვა. მე ფანტელები მოდის ზევიდან. აქ რეგულარულად ძალიან ცოტას თოვს. დიდი თოვლი არ იცის. მაგრამ ყინვები აქ ძალიან დიდი, მაგალითად -7, -8, -9 და უფრო ზევით. მე ყინავს ამ თოვლს და თუმცა აქ პრობლემა არ არის, მარილს ყრიან რეგულარულად, რომ ადამიანს ფეხი არ აუსრიალდეს. ან მანქანას ბორბალი და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი წესრიგი აქ და ევროპის ყველა ქვეყანაში არის, რასაც მივესალმებით. საქართველოში ეს ნაკლებად. ახლა ჩვენ ვარჟ ბობანზე ვიმყოფებით, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა და დიდი მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის ინფრასტრუქტურისთვის. და რატო? სამხრეთ ნაწილს ეს კონკრეტული კაშხალი იცავდა დაპორისგან. ასევე აქ მოძრაობდნენ გემები, სავაჭრო გემები და მარკიზ ლობანმა შეიტანა წვლილი აღნიშნული ხიდის და კაშხლის მშენებლობაში. ის იყო ინჟინერი, რომელმაც ეს საოცრება შექმნა. რა მოვედით ზევით? ხო. იქ ქვემოთ მართლა საინტერესო რაღაცებია და ერთად ნახავთ ამის მერე. ცოტა ხნის მერე იქნება უფრო საინტერესო მიმოხილვა. მაჭრებია ისტორიული ხიდის. ხო, არქიტექტურული. ხეში ამოკვეთილი და მნიშვნელოვანი ამოკვეთილი ძეგლები. რა არის ესა? ბალივით ვაშია, ხო ხედავ, გაყინული. პატარა გარეული ვაში თუ პანტავაში რა იცი რა დავარქოთ არ ვიცი. ფრინველები იკვებებიან დიდი ალბათობით. კი ბატონო. ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ამ ადგილს უწოდებენ Petit France, ანუ პატარა საფრანგეთი, რომელიც გამოირჩევა აი ესეთი ლამაზი ძველი არქიტექტურით და კანალებით. და ზუსტად ჩემო კარგებო, ამ ადგილს ჩვენ შეიძლება თქვათ, რომ გავს ჰოლანდიას და მის გარეუბნებს, ანუ ნიდერლანდებს. და ზუსტადაც მე დაგეთანხმებოდით, თქვენ თუ ამას გაიფიქრებთ, იმიტომ რომ ესეთი ძველი არქიტექტურა და ლამაზი შენობები ჰოლანდიასაც აქვს. კაშხლიდან გამოუყვებით სტრასბურგის ვიწრო ქუჩებს, ზუსტად მოადგებით ტომასის ეკლესიას, რომელიც სტრასბურგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. ამ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას მე-18 საუკუნეში ჩაეყარა საფუძვლები. ზუსტად ამ დროიდან მოყოლებული საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა და ყველაზე დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომმა. ყველაზე დიდმა ომმა, რა დროსაც მიმდინარეობდა გრევა და მე-18 სტრასბურგის გრევა და ერთ-ერთი ეკლესია იყო, როდესაც დაინგრა და შემდეგ გერმანელების ხელით მოხდა ამ აღნიშნულის რესტავრირება და ზუსტად თქვენ აქ შეატყობთ გერმანული კულტურის გადმონაშთს.
Bonjour. Bonjour. Est-ce qu'on peut goûter? ეს ელზასელი ბიჭი აქ უკვე მიხვდა, რომ უმაგრესი YouTube არხის, ადრე სოფლის მეურნეობის და აწ უკვე ლუკა საიდანღაცის არხზე მოხვდებოდა. ის გაბედნიერდა და ჯონის უხსნის თუ რომელი ყველი როგორ მზადდებოდა. აი მე გამალებით ვცდილობ თითოეული ყველი გავიქანო პირში. მაგრამ როგორც ნამდვილი ფრანკს ეს ჩვენ არ შევხვშვენის. ამიტომ ვაგემოვნებთ კულტურულად. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ყველი არ ეჩუქნა და ასე ხელსარიელები უკან გავბრუნდით. ძალიან ძვირი ღირდა აქ ყველაფერი. სტრასბურგში შემოგვაღამდა თან ცივა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად არ გავჩერდებით და ვნახავთ უამრავ კარგ ადგილს. მაგრამ რაც კი მნიშვნელოვანია, ეს არის სტრასბურგის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს კი ზუსტად ეხლა ჩემს უკან დგას ამაკა. კათედრალის მშენებლობა დაიწყო მე-13 საუკუნეში და დასრულდა დაახლოებით 1439 წელს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანელმა არქიტექტორებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ კათედრალის აშენებაში. და ზუსტად ელზასურ კულტურას ძალიან კარგად ეთყობა გერმანული ხელი. ასევე ჩემი მიზანი იყო ზუსტად გადამეიღო ფოტო იქ, სადაც გადაიღო ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აიღო ელზასი და საფრანგეთში იყო პირველი რეგიონი სტრასბურგი და ზუსტად აი აქ მან გადაიღო ფოტო თავის ხლებლებთან ერთად. Station de jour. აჰა, გამოვედით დღის სინათლეზე. როგორი ველოსიპედები. აი ჯანის უფრო ეს არის. მაგრად აღჭურვილი. ეხლა ვიწყებთ სტრასბურგის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილებას. ესეთი რაღაცა დავასკვენ. რომ ველოსიპედით და გადაღები ძალიან რთულია. ძალიან და მოკლედ ასე რო ვიკატავებ მე ველოსიპედზე, ხო? სტრასბურგის ლამაზ ქუჩებში მე ვერ გადავიხებ. არა, ცოტას გადავიხებ და არჩეს განახებთ. ჯონი. გავედით? აჰა. სათხარ? კი. საუბრობისთვის? ჟოზეფინეს პარკში, ნაპოლეონის ცოლის პარკში უნდა ვისეირ, მოხდა. ვინდადის მეგობრებო 1 იანვარს. აი ეს ახალ წელს საქართველოში ველოსიპედი. თუ არა ჩვენ სტრასბურგში. ტრამვაი აქეთ, ველოსიპედი აქეთ. მე გილოცავთ სტრასბურგიდან ახალ წელს. დაეწარით ტრამვაის. 1 იანვარი სტრასბურგის ხედები და ველოსიპედი. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უმაგრეს სასახლის ეზოში, რომელსაც აქვს დიდი პარკი. ამას ზუსტად ამ სასახლეს ორანჟერიის პარკს და სასახლეს უწოდებენ. და რატომ? აქაურობა ციტრუსებით იყო სავსე. და ზუსტად ეს სასახლე, მინდა გითხრათ, რომ იყო ნაპოლეონის მეორე ცოლის, ჟოზეფინას ფლობელობაში. აი აქ ნაპოლეონი მოვიდოდა ხოლმე ომებიდან დაღლილი თავისი ჯარით დააყენებდა და თავის დასასვენებელ ერთ-ერთ სამფლობელოს წარმოადგენდა. ასევე აქ იმართებოდა ღონისძიებები, იკრებებოდნენ დიდარი ხალხი და ზუსტად აი ესეთ დიდრულ სასახლეს წარმოადგენს ორანჟერიის, ახლა აწ უკვე ორანჟერიის პარკი, ჟოზეფინას სასახლე, სადაც ძალიან ლამაზი შადრევნებია და ციტრუსოვანი ბაღები იყო გაშენებული. ესეთი კარგი განსათავსებელი სივრცეა, ზაფხულში უფრო ლამაზია ეს ბაღი. ასევე იყო იქით ზოოპარკი. ჯონიმ როგორც მითხრა, ეს ზოოპარკი ფუნქციონირებდა. ხო, ჯონი? კი. და ეხლა დროებით დაკეტილია, რადგან გაფართოება მიმდინარეობს და მოდერნიზაცია
უფრო ლამაზი რო გახდეს, ახალი მშენებლობებია, ახალი ცხოველები და ფრინველების მოსაყვანად დროებით მუშაობა მიმდინარეობს. რა ცხოველები ყავდათ? ფოცხვერი, ჯიხვი, მაიმუნები, ბევრი სხვადასხვა ფრინველები, წერუები, სხვადასხვა ძალიან მრავალსახეობა. დედამიწაზე გაბატონებულ ქაოსს რომ გაექცე, ეს ძალზე რთულია. იშვიათად თუ მოიძებნება ადგილი, ან თუნდაც ქალაქი ამ სამყაროში, სადაც შენ შეგიძლია გაექცე ყოველდღიურ ქაოსს. მაგრამ სტრასბურგი არის იმ ქალაქებიდან ერთ-ერთი, სადაც ეს ყველაფერი ნაკლებად იგრძნობა, ყოველდღიური გადატვირთულობა. არის ქალაქი, სადაც ნამდვილად წყნარად თავისუფლად გადაადგილდებიან მოსახლეები, ტბებიან თავიანთი ქალაქით, მათი ბუნებით, ფლორითა თუ ფაუნით. ამჟამად დავაყენოთ სტრასბურგი ქალაქებს შორის პირველ ადგილას და გავაგზავნოთ იდილიის. არ ჩაგეძინოთ ამ იდილიაში, ახლა დაუბრუნდეთ თავარ ცენტრს. ეხლა ზუსტად როდესაც ორანჟერიის ბაღიდან გადმოკვეთთ აი ამ ზებრას ჟოზეფინას პარკიდან. თქვენ გადმოხვალთ ზუსტად ევროსაბჭოსთან. აღნიშნული შენობა არის ევროსაბჭო, რომელიც სადაც შევარდნადის დროს ზურაბ ჟვანია თქვა ჩვენ ვართ ქართველები და მასაშადამე ევროპელები. და ეს სიტყვები ჩვენ აღნიშნულ ტროტუარზედაც ხდება ვარსკვლავის ფორმაშია ჩასული. და აქ, როდესაც ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიამ თქვა, მაშინ მიიღეს ევროსაბჭოში საქართველო და აღნიშნულ მიღების წლებს განახებთ ასევე დროშის ქვევით, ჩვენი დროშა ფრიალებს აი იქ და იმ დროშის ქვევით არის თარიღები დაწერილი და აწერია ჟორჟია. ჩვენი დროშა ჟორჟია ზუსტად საფრანგეთსა და გერმანიას შორის არის მოქცეული და როდესაც ევროსაბჭოში მიიღეს საქართველო, აი ზუსტად ეს თარიღი იყო მაშინ. ეს არის ბორის ელცინი, ამას ვერ ხედავ, კარგად ეს უნერისუნარ. ჟაკ შირაკი, შევარდნაძე საით არის? აგერ არის ბოლოში. კუჩმას ელაბარაკება. ასევე ევროპარლამენტთან, ესე სურათებს იღებენ, ევროსაბჭოსთან ძალიან ახლოს არის ევროსასამართლო. აქ ხშირად ჩამოდიან ქართველი პოლიტიკოსები, ვიღაცებმა წინ გაგვიარეს კამერასთან, მაგრამ რას ვიზოთ? თავიდან ევროპარლამენტთან და ევროსაბჭოსთან ასევე ძალიან ახლოს არის ევროსასამართლო. აი იქ ხეები ეფარება. იქ არის ევროსასამართლო, სადაც ხშირად ჩამოდიან ქართველი პოლიტიკოსები, მაგალითად როგორც არის ჩალვან ათალაშვილი, აპროტესტებდნენ რაღაცეებს და არ ვიცი ბოლოს რა მოხდა, ის გამოიტანეს დასკვნები, თუმცა ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით, ეს ძირედი ინფორმაცია მოგაწოდეთ თქვენ. ახლა ჩვენი ველოსიპედებით ძალიან ახლოში 5 წუთის სავალზე გავუყვებით სახლისკენ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით აი სახლის ახლოს, სადაც პარკში განლაგებულია ბიმბოქის მაგიდები და ხედავთ რომ თამაშობენ ბიმბოქს, ახალგაზრდა ადამიანი ეთამაშება უფრო ხნიერ ადამიანს. აღნიშნული პიროვნება არის 35 წლის, ხოლო აღნიშნული პიროვნება, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ბიმბოქს, არის ბაბუაჩემი. ის არის 78 წლის და შეხედეთ რა კარგად თამაშობს ბიმბოქს. არის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და აზორი 1-2 სიტყვით გვინდა გითხრა კადრში რა ხდება დღეს და როგორი სიჯანსაღით ხარ და მიყვების სპორტს. ვარ 78 წლის, თამაშობ პინგ-პონგს ახალგაზრდებთან, ბევრს უგებ. ჩემი ტოლი არავინ არ თამაშობ, ბევრი მიგებს ახალგაზრდებს, მაგრამ მე მაინც სიამოვნებს წაგებას და მოგებას. ჩემს ასაკისში ჯერ არავინ შემხედრია 70 წელს გადაცილებული რომ მოეგოთ ჩემთვის. ტრადიციული ფრანგული ლუდები უნდა გავსინჯოთ ახლა. ერთი არის ესეთი. ერთი ესენია ესეთი. და ნახოთ აბა მე გასწრებულად დავაგემოვნებთ როგორები წლის არის? ეს 1664 წლიდან. ჯონი როგორც თქვა ეს არის ისა მაგარი ტრადიციული. ტრადიციული. სიჯოთ აბა ლუკა უნდა გასწროს. ნადი ფრანგული. როგორც ლუდის მოყვარული. ქართული ლუდეს შევადარო. როგორ აქვს ქართული გამახსენ ნატახტარი და ყაზბეკი. ყაზბეკი. ყაზბეკი ცუდი არა. სიჯოთ აბა. მე და ჯონი ვიღებთ ახლა ავოკადოს. ავოკადო ღირს საფრანგეთში ევრო და 29 ცენტი.
ერთი ცალი, ანუ წონით არ არის აქ. და სუფრეში ის არის რა, პროდუქციას უახალი, ეში. შამპინიონ, ეს ხო ფრანგულად შამპინიონა. კი, ჩემზე კარგად როგორ ფრანგული რაღაც მეკითხე, სტრასბურგი ჩემზე კარგად იცი. ორფერს ყველაფერი იცი. ჯირო გამესადინებს ფრანგულში. ხო. მეტი მეცარიც. ესეთ პატარა ქუჩაზე შემოვხვით, რომელიც ასე არის ლამაზად მორთული, საახალწლოდ, თავისი განათებებით და ესე მიუყვება ძველი შენობებით კათედრალისკენ. ამ ქუჩაზე ასევე ხდება ესეთი პატარა ნამთვრების მაღაზია და რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აქ ჩანს გალეთ დოღუა, ეს არის ფრანგული, სტრასბურგში სასოფლო ნამცხვარი არის, გალეტივით არის, რომელიც არის ნუშისგან დამზადებული და რა ხდება ახლა? ამაში არის პატარა ფაიფურის სათამაშო. ნაჭირებად რო დაჭერ და გაუნაწილებ სტუმრებს ან ოჯახის წევრებს, ვისაც არ მოუვა ეს სათამაშო. ის არის იმ დღეს მეფე. დოღუა არის ფრანგულად მეფე. სოფი ლამაზი, ამხრივია საფშიკო და ძალიან გემრიელია. ესე ნამცხრებით და ტკბილად დავასრულეთ ეს ვიდეო კათედრალისკენ მიმავალ გზაზე. ეს ვიდეო ჩემზეა. იმაზე რომ ზოგჯერ ყველაზე სწორი გზა ხანდახან უბრალოდ არასწორია და საუკეთესო გზა ისაა, რომელსაც შენ ირჩევ. გაგრძელება იქნება.